საქართველოში არაბების ექსპანსიური პოლიტიკა გრძელდება. ალტინფოს გადამღები ჯგუფი ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანს ესტუმრა. თუ სარეკლამო აბრიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, იქ სასტუმრო კომპლექსია, რომელსაც კურორტს უწოდებენ. თუმცა რეალურად არაბული სოფლის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე არაბებმა ასობით სახლი უკვე ააშენეს. სიტუაცია ჩასვლისთანავე საეჭოდ მოგვეჩვენა. ეგრეთ წოდებულ სოფელს გაძლიერებული დაცვა ჰყავს. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა პერიმეტრზე 15-მდე სამეთვალყურეო კამერა დაითვალა. გარდა ამისა, მთელ ტერიტორიას გარს უზარმაზარი მავთულხვართებიანი გალავანი არ ჰყავს. როდესაც ადგილზე მყოფებმა ალტინფოს გადამღების ჯგუფის კამერები დაინახეს, მაშინვე გადარეკვები დაიწყეს და ჩვენი ჟურნალისტები ეზოში არ შეუშვეს. ამის მიუხედავად კადრების გადაღება მაინც მოახერხეს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ადგილზე მომუშავე პერსონალი ქართველები არიან. ჩვენი გადამღები ჯგუფი ბაზალეთის შემდეგ კახეთში სოფელ ჯუღაანში ჩამოვიდა, სადაც შემაშფოთებელი ვითარება დაგვხდა. ჯუღაანში არაბული სოფელია გაშენებული. ახლა მე ვიმყოფები სწორედ ამ ეგრეთ წოდებული სოფლის შესასვლელთან, რომელსაც აქვს საკუთარი ფერმა, სასტუმრო, ასობით ბინა და არც მეტი, არც ნაკლები საბანკეტო დარბაზი. აღნიშნული ტერიტორია არის სრულად შემოსაზღვრული და ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით და კადრები გადაგვეღო. ტერიტორია არაბმა ინვესტორებმა 2011 წელს მიზერულ ფასად შეიძინეს და მას შემდეგ თანამემამულეების ჩამოსახლება დაიწყეს. არსებული სიტუაციის გასაშუქებლად ჩასულებს ეგრეთ წოდებულ არაბულ სოფელში ასობით კოტეჯი დაგვხდა აშენებული. მათივე საიტზე ვკითხულობთ, რომ სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე მეჩეთს აშენებენ. არაბების მიერ ხელში ჩაგდებული ტერიტორია იმდენად დიდია, რომ ეგრეთ წოდებულ სოფელს საცხენოსნო კლუბი აქვს მოწყობილი. გარდა ამისა, აქვს საკუთარი საძოვრები, ფერმა, ფიტნეს და საბანკეტო დარბაზები, ველობილიკები, აუზები, სათამაშო მოედნები და სილამაზის სალონები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გააკეთა პარტია კონსერვატიული მოძრაობის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი კარჭაულმა და პარტიის მხარდამჭერმა იმედა მაისურაძემ. ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის დროს ხელისუფლებამ გადასცა არაბებს სოფელ ჯუღაანის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები, მიწები. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2013-14 წლებში უკვე აშენდა აქ არაბული სოფელი, რომელიც არის რკინის მესერით შემოსაზღვრული და ფაქტიურად ჯუღაანის მოსახლეობა ან ნებისმიერი ქართველისთვის აბსოლუტურად დაკეტილი ზონაა. არც გამგებელმა არავინ არ იცის რა ხდება საერთოდ შიგნით. ფაქტიურად ეს მიწები წაართვეს სოფელს, სოფლის მოსახლეობას და შეუზღუდეს ამ მიწებით სარგებლობის უფლება. ფაქტიურად არაბული სოფელი განსახლდა, დასახლდა მთლიანად. დაგვაინტერესა და როგორც გავიკითხეთ და გავიგეთ, აქვს ფერმა და ეწევიან მესაქონლეობას და ალბათ ზრდის პროდუქტები და ესეთი. სოფელ ჯუღაანის მიმდებარე ტერიტორიაზე არის 17 გექტარი. როგორც ხმები გამოვიდა, ეს ჩამოართვეს მოსახლეობას და გადასცეს არაბებს, ეგრეთ წოდებულ ინვესტორებს, რომლებმაც დაიწყეს მშენებლობა 2011-12 წლების შემდგომ და ამჟამად არავინ არ იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ დაძუსტებით შიგნით რა ხდება. მართალია, სასტუმროს ქართველი პერსონალი კამერების დანახვამ დააბნია და კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა მათ გარეშეც საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები გავარკვიეთ. ყველაფერი ასე დაიწყო. წლების წინ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თელავის გამგეობის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ანალიზის განყოფილების უფროსი ამირან ბიცკინაშვილი აცხადებდა, რომ 2011 წელს თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვაზე. მისივე თქმით, აუქციონზე ერთადერთი განაცხადი შევიდა. სურველი ვინმე მამუკა სესიაშვილი იყო, ამიტომ ვაჭრობა არ გამართულა და 17 ჰექტარი მიწა 17,000 ლარად გაიყიდა. როგორც ინტერვიუში ბიცკინაშვილი აცხადებდა, აუქციონს ესწრებოდნენ ქუვეითის მოქალაქე და მისი თანხლები პირები, ადვოკატები, თარჯიმნები, რადგან აუქციონი საჯარო იყო.
მისივე თქმით, რამდენიმე საათში საჯარო რეესტრში ამ მიწის სტატუსი შეიცვალა. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად გადაკეთდა და სესიაშვილმა მეორე დღესვე მიწა ქუვეითელ მოქალაქეს გადაუფორმა, რომელმაც ფაქტობრივად 17 ჰექტარი ხელში ჩალისფასად ჩაიგდო და მაშინვე მშენებლობა დაიწყო. ბიცკინაშვილის განცხადებით, შეთანხმების თანახმად ქუვეითელ ინვესტორს ტურისტული ცენტრი უნდა აეშენებინა. ნაცვლად ამისა, პატარ-პატარა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და არაბების ჩამოყვანა დაიწყო. მამუკა სესიაშვილმა აღიარა: ეს მიწა იმიტომ ვიყიდე, რომ არაბისთვის მიმეყიდა, მაგრამ ტურიზმის განვითარებაზე იყო საუბარი. აცხადებდა ინტერვიუში ბიცკინაშვილი. მისივე თქმით, სესიაშვილი მაშინვე დაუპირისპირდა არაბს, მაგრამ სამწუხაროდ მოულოდნელად გარდაიცვალა. ამირან ბიცკინაშვილის განცხადებით, როგორც კი მათ ქუვეითელი ინვესტორის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს, იმ მიწებს ყადაღა დაედო. თუმცა არაბებმა სახლების აშენება გააგრძელეს და საერთო ჯამში 61 სახლი უნებართვო დააშენეს. როგორც ბიცკინაშვილი ინტერვიუში აცხადებდა, აღნიშნული ქმედების გამო ზედამხედველობის სამსახურმა ქუვეითელი ინვესტორები თითო შენობაზე 200 ლარით დააჯარიმა და კომპანია საერთო ჯამში 12200 ლარით დაჯარიმდა. თუმცა არაბმა ინვესტორებმა ჯარიმა მაშინვე გადაიხადეს და მშენებლობა გააგრძელეს. ამის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მშენებლობის ნებართვა უკვე ოფიციალურად გასცა. მშენებლობის პროცესში ქუვეითელი ინვესტორის მაჰერ აჰმად ჰასან სალიმის ინტერესებს ქართველი ადვოკატი ირაკლი გვილია იცავდა. კვირის პალიტრის იმავე სტატიაში ადვოკატი აცხადებდა, რომ 2011 წელს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა 30 სახლის აშენების ნებართვის ნაცვლად 150-ის მშენებლობის ნებართვა აიღოთ, რაშიც თელავის იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ შედეგად მივიღეთ არც თუ ისე ნელი ტემპით მოქმედი ნაღმი, რომელიც დროის სვლასთან ერთად სულ უფრო სახიფათო ხდება.